ჩვენს შემდეგ მონაწილეს რაც შეიძლება სწრაფად გამოვაცხადებ, იმიტომ რომ დიდხანს ლოდინი არ შეუძლია. აპლოდისმენტებს ელოდება მუდმივად. მაშასე თუ არ იცნობთ, ახლა გაგაცნობთ, ჩვენი სტუმარია მომღერალი მართა ლომიძე. მოგზანდით პატივცემულო, დედა როგორი ლამაზი გოგო, აბზანდით. მოგესალმებით, ძალიან კარგად გამოიყურებით და ძალიან ლამაზი ბრძანდებით. მართალია, როგორც გავიგერო, აპლოდისმენტების გარეშე არ შეუძლიაო, ასეა? გიყვარს აპლოდისმენტები? მინდა გითხრათ, რომ დამსახურებულად აქვს ხოლმე აპლოდისმენტები. საიდან ჩამოხვედი ჩვენთან მართა? გორიდან. გორიდან ჩამობრძანებულა. შესანიშნავი ამბავია ეს. კაცო, გორიდან ძალიან ბევრი მომღერლები ჩამოდიან ხოლმე და ეს ძალიან מחარეს. მოკლედ დუხს ხო გორში შოუ ბიზნესი? ნამდვილად არის ბევრი მომღერალი. არიან ხო ნამდვილად არიან. კი, შესანიშნავი ამბავი არის. ეს და სხვა შორის სასიხარულოც ამავდროულად. დიახ. თქვენ სიმღერის გარდა პატივცემულო, სკოლაშიც დადიხართ? კი. და იქ საყვარელი საგანიც გაქვთ? კი, მათემატიკა. მათემატიკა. შესანიშნავი საგანი არის მათემატიკა. მიყვარს მე მათემატიკა ძალიან სხვათა შორის. კიდევ რამე საყვარელი საგანი ხომ არ გაგაჩნიათ? არა. სიმღერის გარდა ცეკვაც ხომ არ გეხერხებათ თქვენ? კი, დავდივარ ქართულ ცეკვაზე. ქართულ ცეკვაზე დადიხარ? რა მაგარია? მოდი და ცირა. მოვიკითხავ ნონა მასწავლებელს. მოვიკითხავთ ნონა მასწავლებელს. კარგი ინიციატივაა. და როდის დაიწყე სიმღერა? თვეებიდან დავიწყე. კაი, ხა ნუ მართლა ჩემ თავს ვაძინებდი. დაახლოებით თქვათ 1 წლის, ან ცოტა უფრო ნაკლები. შენს თავს აძინებდი? კი, იავნანას მომღეროდი. საკუთარ თავს უმღეროდი იავნანას? კი და პატარათი ჩემი ვერსიაც მქონდა ხოლმე რაღაცებს ვამატებდი. მართლა შეგიძლია აი წაიგერო? მაგალითად დაიძინე მათუნია იანანო. საოცარია. ეხლაც აძინებ ხოლმე საკუთარ თავს? არა. რატო? რა იყო, ვითომ გაიზარდე ეხლა და თუ ძილი არ გიყვარს შენ. ადრე იძინე? აი დედა როცა მეუბნება დაიძინეო, არ მინდა ძილი, მაგრამ ლოგინში რო ჩავწვევი, უკვე მძინავს. დედა და მამა არიან აქ მოსულები? კი. მართლა ასეა? კი, მას ცუდი დედა არ ჩანხართ და თავის თავს რატო აძინებდა გამაგებინეთ? საწოვარას აიღებდა, წამოწებოდა იავნანას უმღერობდა, ხა თლად მაგით ვერ იძინებდა, მაგრამ თავს ირთობდა, მიყავდა მაგ ეტაპამდე საქმე. კი ბატონო, კიდე ვინ არის მოსული? სხვა ოჯახის წევრები, ბებოები, პაპები, ჩემი საუკეთესო მეგობარი ეკატერინე, ჩემი და პედაგოგი. შესანიშნავი, ყველა აქ ყოფილა, გადასარევი ამბავია. მოგესალმებით. აქ დაარიო, ხო ჩემი უმითხარი? ის თუ მღერის? კი, მღერის. ვინ უფრო მაგრად მღერის, შენ თუ შენი და? არ ვიცი, ეგ მე ვერ გეტყვით, სხვა მე უნდა შეაფასო. კი ბატონო, შესანიშნავი გამოსავალი ვიპოვეთ. შესანიშნავი გამოსავალი ვიპოვეთ. პედაგოგიც იმყოფება აქ შენი? დიახ, მანანა გვერდწითელი. ქალბატონო მანანა. მოგესალმებით. მოგესალმებით. ჩემთან მართა 5 წლის ასაკში მოვიდა ჩემ სტუდიაში. თავიდანვე ეტყობოდა, ძალიან ყოჩაღი იყო და აგერ შედეგიც გვაქვს. აჰა, შესანიშნავია, ხედავ რა კარგ რაღაცებს ამბობენ პედაგოგები შენზე, ანუ ამ პედაგოგი ამ შემთხვევაში და დანარჩენი პედაგოგები რას ამბობენ მითხარი სკოლაში. მათემატიკის ალბათ იტყვის რომ კარგია და სხვა რომელიმე საგნისაც იტყვის კიდე რომ კარგიაო, ჩემს საგანში. ყველა კარგს იძახის ჩემს. რა სლაპარაკობ ახლა, როგორ შეიძლება ყველას მოწონდე ახლა? საუკეთესო მოსწავლე კლასში. კაი, ყველა ეგრე ამბობს რომ საუკეთესო მოსწავლე. არა, იმდენად კარგი რომ სადიაგნოსტიკო რო ქონდა საწერი, მასწავლებელმა მითხრა თუ გინდა საერთოდ არ გაწერინებო. რა? და ტესტებიც კი მე შევამოწმე ბავშვების. ბავშვების ტესტებსაც შენ ამოწმებ? კი. იავნანას უმღერის საკუთარ თავს, ბავშვების ტესტებს ამოწმებს და მეშინია ხა წარმოვიდგინო კიდე რა შეიძლება გააკეთოს ამ შვენიერმა ყოჩაღმა მართამ, არც კი ვიცი აპლოდისმენტების ღირსია ეს ნამდვილად გინდა გითხრა. მართა, ვინ გინდა რომ გამოხვიდე? მომღერალი და მსახიობი. თავიდან მინდოდა მომღერლობაც, ცეკვაც და მსახიობობაც კარგად გამომდის, ამიტომ იქ ცოტა სიმღერაც არის, ცეკვაც არის და ამიტომ ავირჩიე. რამე ოცნება გექნება ეხა შენ დარწმუნებული ვარ რომ რაღაცა გადამიღონ რეკლამებში და გავფრინდე პარიზის დისნეილენდში. გადაგიღონ რეკლამებში და შემოსული თანხით გადაფრინდეს დისნეილენდში პარიზის. კი ბატონო, რეკლამაში რატო გინდა რომ გადაგიღონ? იმიტომ რომ ცნობილი გახდე? კიდე იმიტომ რომ რეკლამა ბევრჯერ გადის და ბევრჯერ მინდა რომ თან ესე იგი უბრალოდ კი არ?
გენიოსი ბავშვია, რავი, თავს დაამახსოვრებს აბსოლუტურად სულ ყველას გაცილებით უფრო ადვილად მოიყვეს პოპულარობას. მე მინდა გითხრა რომ შენ მათემატიკა ტყუილად არ გიყვარს, შენ ჭკვიანი გოგო ხარ ძალიან. მადლობა. აი, რაღაც კარგ რაღაცებს მიყვები და მომწონს. მეჭორავე რა ცოტა რაღაცები მითხარ. რავი, სოფელში ყავს ძაღლი, რიჩი. ხო. და ჩვენ კი ვიცით რომ ის ძაღლია, მაგრამ თავი ადამიანი გონია. ჩვენსავით უყვარს ნაყინიც, გართობაც და ზუსტად ისე იღებს შხაპს როგორც ჩვენ. თავარი. დადგება ესე და ბანალს. ორ ფეხზე დგება და ისე? კი. და შამპუნსაც ისხავს თუ რა შვებობით? ეგ უკვე ბებოც ეხმარება. აჰა, ბებოც ეხმარება, შესაძლოა, რიჩი. კი. ეხლა ვიცი ის ამაკ, იცი, ერთ შეკითხვაც ამაკ და ცოტა ვშიშობ კიდეც. იავნანა ხო არ უნდა გვიმღერო და ხო არ დაგვაძინებს ყველას აქ, შენი თბილი ხმით. არა? დღეს რაღაცა სხვას გვიმღერებ? კი. რა უნდა გვიმღერო? შოკოლადის წვიმა. შოკოლადის წვიმა. შოკოლადი წვიოდეს, ეგ სიმღერა არის? ვაიმე, ეგ დიდი ხანია ეგ სიმღერა არ მომისმენია და აი ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმენ. თქვენც ხომ მოისმენთ? კი ბატონო. მაშასე დაიმახსოვრეთ მისი სახელი და გვარის. ეს გახლავთ მართა ლომიძე. აპლოდისმენტები მას და ელით სცენას. Ყვარულის სიცოცხლის და სიმღერის ქვეყანა სულ თქვენთვის მიჩუქნია ყვავილების ქვეყანა თუ გსურს ახდეს ოცნება
ლომიძე აპლოდისმენტებით. დიდი მადლობა შესანიშნავი შესრულებისთვის, დიდი მადლობა ჩვენს ძვირფას ბენდს და ეს ყოველივე რა თქმა უნდა საჩუქარს იმსახურებს და პირველი ვინ იქნება ვინ მოგვიდან საჩუქარს? ფაგიო. აი, ასეთი საჩუქარი ფაგიოსგან. დიდი მადლობა ფაგიო. აქ არის ფაგების ნაკრები იმისათვის, რომ არ მოგეკაროს არანაირი გაციება და არანაირი ინფექცია. დედამ იცის ფაგიო. დედა ფარმაცევტია და ხშირად ყიდულობსო. შესანიშნავია, ახლა აღარ დაიხარჯებით. და შემდეგი საჩუქარი ლოკომოკოს მოაქვს. დარწმუნებულია, ლოკომოკოს გაქვთ ხოლმე. ლოკომოკოს ლომი. დიდი მადლობა ლოკომოკოს და რა თქმა უნდა აპლოდისმენტების თანხლებით დიდი მადლობა მართა ლომიძეს.